საომშვიდობის ფაქტი, რომელმაც შეცვალა ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. დღეს ყველა კითხვაში დავით ბოლქვაძის საჯარო დახვრეტის შესახებ ვსაუბრობთ. რამდენიმე დღის წინ იმ ადგილას ვიყავით, სადაც მკვლელობა მოხდა 24 წლის შემდეგ. ხობში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ადგილობრივებს მომხდარი მაინც ახსოვთ. ჩვენ ხობის ცენტრალურ მოედანზე ვიმყოფებით. ზუსტად აქ, ამ ადგილას 24 წლის წინ ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე და მასთან ერთად რამდენიმე სამხედრო დახვრიტეს. დახვრეტამდე ბოლქვაძეს კამერა წაართვეს. დათო ცდილობდა ეჩვენებინა ჯალათებისთვის ჟურნალისტის მოწმობა, თუმცა საპასუხოდ ვახტანგ ლოთიქობალიამ მას პირველი ტყვია ესროლა, შემდეგ კი გასცა ბრძანება, რომ დატყვევებულები დაეხვრიტათ. სახალხო დახვრეტას, რომელიც 1993 წლის 28 ოქტომბერს მოხდა, ბევრი თვითმხილველი ყავს. ქობალიასთვის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში სწორედ მოწმეთა ჩვენებებს უკავია დიდი ადგილი. 93 წელი იყო, მაშინ ომი მიდიოდა აქ. ამ დროს აქ ჟურნალისტი იყო ვიღაცა, ბოლქვაძე მახსოვს, მოკლეს. აი იმ ადგილას იყო დაგდებული. აქედან ამ კორპუსიდან ხალი ცხოვრობდა ერთი, გამოიტანა ადიალა და გადააფარა. ერთ-ერთი თვითმხილველი, პედაგოგი ეთერ ბიწაძე, მკვლელობას სწორედ ამ სახლიდან აკვირდებოდა. ჩვენებაში ის წერს: ბოლქვაძემ მოწმობა აჩვენა, მაგრამ ლოთი მესროლა. გონებს სამჯერ, გულმა არ მომითმინა და დახვრეტის ადგილას მივარდი. დავინახე ეს მშვენიერი ახალგაზრდები სისხლის გუბეში იწვნენ. უზენაესმა სასამართლომ 1996 წელს ვახტანგ იგივე ლოთიქობალიას სამშობლოს ღალატისთვის, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის და 6 ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა სიკვდილით დასჯა შეუფარდა, თუმცა მუხლის გაუქმების შემდეგ სასჯელი 20 წლით პატიმრობით შეიცვალა. 2004 წელს კი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის შეიწყალა. დღეს ლოთიქობალია ამ ადგილიდან ძალიან ახლოს ზუგდიდში საკუთარ სახლში ცხოვრობს. ჩვენ ბრუნდებით ეთერში და ჩვენი პირველი სტუმარი არის ქალბატონი ლია ისიანი, დავით ბოლქვაძის დედა. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მე მესმის, რომ თქვენთვის ეს ძალიან ძიმედ სასაუბრო თემაა, მაგრამ 24 წელი გავიდა ამ ტრაგედიის შემდეგ. თავდაპირველად მინდა და ალბათ ძალიან ძიმე იქნება ეს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა გაიხსენოთ ის დღე, როდესაც თქვენ ეს შეიტყვეთ. მე როგორ გავიგეიცით? დაიკარგა ბიჭი. და ამ დროს თურმე ის ხობის მიწაში დაასაფლავეს, რომ დაგდებული იყო, აი მოწმეები ერთი 50 მოწმე მაინც არის, ვისი ჩვენებებიც მე წაკითხულიც ამაქვს, თვითონ ისინიც ჩემს მეუღლეს ნანახი ყავს ის ხალხი და როდესაც 12 ტყვით განგმირეს და ხობის მოედანზე მადლიანმა ხობელმა კაცმა ის ქუჩაში დაგდებული არ დატოვა და დანარჩენ გვარდიელ ბიჭებთან ერთად ის გადაასვენეს ხობის საავადმყოფოს ეზოში. 8 დღე იწვა ხობის მიწაში. და ბიჭი ბიწაძე გახლდათ ასეთი ჩვენი თანამშრომელი, მის საქებრად უნდა ვთქვა, რომ აი ტყვიების წვიმაში ამოასვენა დათო ხობის 9 დღის შემდეგ. 8 დღის შემდეგ. დავკრძალეთ თუ არა დათო 9 ნოემბერს არა 28 ოქტომბერს ხობის საფლავში დავკრძალეთ და 9 ნოემბერს უკვე ჩემი ორ საფლავა ბიჭი დასავლეთ საქართველოს მიცვალებულადაც იცვლება და თავისი დედაქალაქისაც. ამერიკის სატელევიზიო მსოფლიო ახალი ამბების ლონდონის ბიუროს წევრებმა, კერძოდ ჟერარ ლანგრონისმა, როდესაც ნახა დათოს აფხაზეთში გადაღებული კადრები, იცოდა რუსული და აი ესეთი რამე თქვა: "Вот полевая журналистика".
და მიიწვია ჩემდა საუბედუროდ პროფესიონალი მაღალი კლასის პროფესიონალი ჟურნალისტი ჩვენი ტელევიზიისა დავით ბოლქვაძე მიიწვია ომის გადასაღებად. უბრალოდ მაყურებლისთვის განმარტავ რომ დათო მუშაობდა WTN-ისთვის იმ პერიოდში. ქალბატონო ლია, თქვენ იცოდით სად მიდიოდა? როგორ გავიდა სახლიდან? ჩემდა სამწუხაროდ მე შვებულებაში ვიყავი. და ვიყავი ჩვენ საგვარეულო მამული გვაქვს ლანჩხუთში და იქ ვიყავი შვებულებით მეუღლესთან ერთად და მე არ ვიცოდი როგორ წავიდა მე ჩემი შვილი ვერ დავლოცე რომ წავიდა იქნება არაფერიც არ დამართო და დედის ლოცვა რომ გაყოლოდა მას ამ მძიმე გზაზე მაგრამ რა არის იცით თავისდები რო ეუბნებოდნენ თამრიკო და ნინიკო რომ ნუ წახვალ ბიჭო ნუ წახვალ ისე ეუბნებოდა მე ტყვია გაუმტარი ვარ მე აფხაზეთში არაფერი მომივიდა და აქ რა უნდა მომივიდეს თქვენ წარმოიდგინეთ რა მოხდა იცით ამას ეს ყველაფერი მე მოწმებისგან ვიცი რომ დაიჭირეს ესენია რა და თო იძახდა რომ მე ჟურნალისტი ვარ და ქოვალია რომ მივარდა და მე რატომ მე უნდა მესროლო რატომ ხრეთ მე ხომ შენ ტყვით არ გებრძვი მე ტელეკამერა მიჭირავს ხელშიო და შენ ამ ტელევიზიას დააკლას ვარაკად ქობალიამ ჩემი შვილი შენ ტრის ტელევიზიიდან მოსული შპიონი ხარ და იმიტომ გხრეთ მე შენ აი ეს განაჩენი მახნოსავით გამოუტანა იქვე და პირველი ტყვია მანესროლა აი აქ ყურის ძირში მოხდა და კბილი გამოიტანა პირველი ტყვია მანესროლა დანარჩენი უკვე გადახედა თავის სატელიტებს აი რა გითხრათ მე ბრბო სხვანაირად არ შეიძლება იმათი დახასიათება ესროლიათ რაღაც უყურებთ და 12 ტყვია დაახალეს აქედან 6 გამავალი იყო ეს ტყვია 12 და 6 ორგანიზმში დარჩა და აქ როდესაც ექსპერტიზა გაუკეთდა ის ტყვიები მერე სასამართლო მტკიცებულებად იდო ხო და როდესაც დამიბარა მე მასალის გასაცნობად იურისტმა მე ის ტყვიები ხელში მეჭირა და რეზო შვილი იცით რა არის აი ესე ჩავიხუტე მე ის ტყვიები გულში იცით რატომ აი ეს უკანასკნელი სითბო რაც ქონდა ჩემს შვილს იმ ტყვიებმა წაართვა და მე მეგონა რომ იმ ტყვიებს შერჩა ჩემი შვილის სითბო და ვეფერებოდი იმ ტყვიებს თქვენ წარმოიდგინეთ როგორი დისონანსია ტყვიებმა რომლებმაც ჩემი შვილი მოკლა მე იმათ ვეფერებოდი მე ყველაზე მთავარი კიდევ რა არის იცით აი ხა რა მინდა თუ საშუალება არის გავიხსენო სასამართლო პროცესი რა ხდება იცით ქობალია მომიტრიალდა და რას მეუბნება რა უნდოდა შენ შვილს დასავლეთ საქართველოში მე ამით სულაც არ ვაკნინებ მეგრელ ხალხს მათი კილოკავიც მიყვარს მათი ყველაფერი მიყვარს ქობალიას მე კიდევაც უთხარი სასაბალაოზე რომ საქართველოს მარგალიტს მეთქი ამ მშვენიერ კუთხეს სამეგრელო შენ მე ვერ შემაძულებ მეთქი ერთი მახინჯი ოჯახსაც ყავს მეთქი ზოგჯერ ესე ხდება თქო მაგრამ სამწუხარო ის არის რომ ეს წერა-კითხვის უცოდინარი კაცი და პოლკოვნიკეს მე გასაოცრად მიკვირს იცით ზვიად გამსახურდიასგან ესა წერა-კითხვის უცოდინარი კაცი იყო თუმცა ეს უკვე სხვა პოლიტიკური თემაა სასამართლო მიმდინარეობდა 11 თვე რატომ იცით რეზო აი ახანგრძლივებდნენ სპეციალურად დროს მისი მომხრეები იმისათვის რომ სიკვდილით დასჯის პროცესი უნდა შეცვლილიყო და ელოდებოდნენ ამას რომ ეს მუხლი შეცვლილიყო აჭიანურებდნენ რა შეიძლებოდა ხა წარმოიდგინეთ ჭირის უფლისთვის 11 თვე რა სიმძიმეა როცა ყოველ დღე მიდიხარ და უსმენ შენი შვილის მკვლელს უყურები მხელებს რომლებმაც დახვრიტა იგი და ამავე დროს ну 1000 მოწმეები ისეთ საცოდავებებს ყვებოდნენ აი მაგალითად იყო ერთი მოწმე ტარიელ იოსავა ახალგაზრდა კაცი და ჩვენების დროს მომიტრიალდა დარბაზში და მეუბნება ქალბატონოლია მე ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით რომ მე დათოს თვალები ვერ დაუხუჭე თვალები ღია დარჩა მასო გაქვავდა ბიჭი გაცივდა და ვერ თვალები ვერ დაუხუჭეს მოგეხსენებათ რომ შოკი ეს ის სიტყვა არ არის რაც ჩემს ოჯახის თითოეულ წევრს ქონდა ამ დროს მაგრამ მოგეხსენებათ რომ განსაკუთრებული ტკივილი ამ დროს ტყუპის ცალს მიადგა იცით ტყუპების სხვათა შორის ბიოლოგიურად სულ სხვა ფენომენია და
მე შვილის რო შემოასვენეს დატირებაც ვერ მოახერხე იმდენად გვერდში მეჯდა მისი ტყუპის ცალი ნინიკო და ხელებში ჩამაკვდა. თქვენ ახსენეთ დათოს ტყუპის ცალი და ის ახლა გვესწრება დარბაზში და ვთხოვ ქალბატონ ნინო მოგზავნით. დიდი მადლობა რომ მოხვედით თან ასეთი მძიმე თემაზე სასაუბროდ დაგწანდით. ქალბატონ ნინო დედამ გაიხსენა ის დღე ის მძიმე წუთები თქვენი ოჯახისთვის, როდესაც დათო გარდაცვლილი ჩამოასვენეს უკვე თბილისში. მანამდე და ქალბატონმა ლიამ ახსენა კიდევაც რომ ტყუპის ცალები ხშირად გრძნობენ, როდესაც ერთ-ერთს რაღაც უჭირთ. თქვენ გრძნობდით რამეს მანამდე? იცით, დათოს დაღუპვამდე რამოდენიმე დღით ადრე დედაჩემ და მამაჩემ გურიაში იყვნენ იმ პერიოდში. რამოდენიმე დღით ადრე აი ესე სრულად უმიზეზოდ ოთახში ამევარ და ტირილი. ჩემო და მკითხა რამე გაწუხებს ცუდად ახლა რა გჭირს. აი ესე ქვეცნობიერად ვგრძნობდი რაღაცა შინაგანი კანკალი მქონდა. შიგნით კანკალი მქონდა ისეთი ატეხლო ვერაფრით ვერ ვიჩერებდი ამ კანკალს. არაფერი არ მткиოდა ფიზიკურად, არაფერი არ მაწუხებდა, უბრალოდ ეთყობა ეს ქვეცნობიერი მეუბნებოდა რომ რაღაცა უბედურება გეულდება. საოცარი შიშის გზნობა მქონდა, რატო არ ვიცი, მანამდე აფხაზეთის კადრები, დათოს კადრები ძალიან ხშირად მეორდება პირველ არხსაც და ბევრი არხი იმეორებს მის კადრებს, ომის კადრებს. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის არა პირველი არხისთვის, არამედ WTN-ისთვის წავიდა კი ეს იყო წავიდა ამ სიტუაციის გასაშუქებლად სამოქალაქო ომი იყო მოგეხსენებოდათ მაშინ ალბეთითი დღეები იყო და წავიდა თავის სამსახურებო მოვალეობის შესასრულებლად. სადაც იცით ყველაზე საშინელება ისაა რომ სადაც ოჯახი სადაც ველოდით მის დაღუპვას რომ ან რუსი ან ჩეჩენი მოგვიკლავდა ძმას ყოველდღე ველოდებოდი რომ აი ხა დაგვირეკავენ და რაღაც უბედურებას გავიგეთ იქიდან ჩამოვიდა სახსალამათი. ვერც რუსმა მოკლა და ვერც ჩეჩენმა და ქართველმა მომიკლა. ქალბატონ ლია, თქვენ როგორ უყურებდით იმას, რომ თქვენი შვილი ცხელ წერტილებში დადიოდა, აძლევდით ამის უფლებას, ამის ნებას? მე ვერ უშლიდი, იმიტომ რომ სხვანაირად მას არ შეეძლო. ის რომ ჩამოვიდა აფხაზეთიდან და რომ გვაჩვენა ის კადრების აალებული ჩაის პლანტაციები და ესენი ისე როგორი გულგაგლეჯილი ლაპარაკობდა, იცით, ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი. ჩვენ დავკარგეთ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე. ის იყო აი თუ ეს ახლა ხმამაღლა ნათქვამად არ ჩამითვლით, არა ჭეშმარიტი პატრიოტი კაცი იყო ყველაფრით დათო. და მას უყვარდა თავისი ტელესაქმე. მე ესეთი მოყვარული თავისი პროფესიის მე ჯერ ადამიანი თითქმის არ შემხვედრი არა. საოცრად უყვარდა თავის საქმეს, საოცრად უყვარდა. ერთი ნიუანსი მინდა ეს სასამართლოს პროცესიდან ყვები ახლა ამას. მოწმე იმას ყვებოდა ერთ-ერთი მოწმე რომ დათო ხობის ხიდთან სადაც დააკავეს სადაც დაატყვევეს ხო მიგვარეს ქობალიას და ეს ხდება ხობის მოედანთან მე შემდეგ სადაც დაიხრიტა იგი მანამდე კამერას ვერაფრით ვერ წაართვეს კამერა 3-4 კაცი ეჯაჯგურებოდა კამერაზე კამერა მე ხელიდან რომ ვერ გააგდებინეს კამერა მყესები ჩაუჭრეს ხელის მყესები რომ როგორმე გამოერთმიათ კამერა იმ წუთში მე დარწმუნებული ვარ ფიქრობდა იმას მხოლოდ რომ აი ვაიმე ეს გადაღებული მასალა რაც ქონდა ექსკლუზივი რაც ეჭირა ხელში ის არ დაკარგოდა იმაზე არც უფიქრია იმ წუთში დარწმუნებული ვარ რომ ან ესე სახალხო დაახლეთ ნინო მე გადავიკითხე ქალბატონი ლიას წიგნი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ნამდვილად მინდა ერთ დეტალზე შეგეკითხოთ აქ არის წერია რომ დათო ძოლის მოყვანას აპირებდა იყო შეყვარებული კი იყო შეყვარებული უყვარდა ულამაზესი გოგო რომელიც შემდეგ რახან არ მოხდა მისი რძლობა ჩემი
ბაბშვილის ნათლია გახდა დიანა. უყვარდა საოცრად ისეთი ლამაზი გოგო უყვარდა, როგორი გარეგნობაც აქვს დიანის, ისეთივე შინაგანი ბუნებაც აქვს ამ გოგოს. უნდა ეკურწინათ, აი როგორც კი ჩამოვიდოდა ამ პირველი მიდან გადაღებიდან, უკვე დაგეგმილი ქონდა ქორწინება, უნდა ეკურწინათ მათ. მაგრამ აი ესე სამწუხაროდ აი ესე დასრულდა მისი სიცოცხლე. აი ესე გაიმეტეს, საზიზღრად გაიმეტეს. ამ ტრაგედიას ყავდა არაერთი თვითმხილველი და არაერთი მათგანი წარსდგა სასამართლოს წინაშე. სწორედ სასამართლოს შესახებ ჩვენ ვისაუბრებ მეორე ნაწილში გადაცემის. დიდი მადლობა. იმავე დღეს კიდე მან დახვეწა 3 გვარდიელი. მე ლოთიკობალია. ღმერთისა და ერის წინაშე ვფიცავდო. არანაირი შეხება და არ მინახია დათო სად გინახავთ არაკაცი და მკვლელი, რომელიც იმას ამბობს, რომ კი მე არაკაცი და მკვლელი ვარ. ერთი დათო ბოლქვაძის ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ დამთავრდეს ლაპარაკი რაიმე ტიპის ეროვნულობა. იყო ასეთი ჭორი გავრცელებული, თითქოს და ეს გასაძარცვად მოდიოდა ადამიანების. ისინი ხომ იარაღით არ ჩასულან. ვინც ეს გააკეთა, მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს, ვინ ისროლა, ხელში ვის ეკავა იარაღი. იმან საქართველოს ესროლა. როგორი სიმპათიურიც იყო გარეგნულად ისეთი კეთილი და ლამაზი ადამიანი იყო შინაგანად. გარდა ამისა მართლა ძალიან ერთგული საქმის, მეგობრების. წავიდოდა და აი 3 დღეს მოვიდა. სად იყავი მეთქი შვილო? აი სადღაც ვიყავიო ბატონო გურამო ეს აი ნახე რა ჩამოვიტანეთ. ბიჭებო არ მოკლათ. არა. სახალხო დახვრეტას, რომელიც 1993 წლის 28 ოქტომბერს მოხდა, ბევრი თვითმხილველი ყავს. ქობალიასთვის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში სწორედ მოწმეთა ჩვენებებს უკავია დიდი ადგილი. ერთ-ერთი თვითმხილველი, პედაგოგი ეთერ ბიწაძე, მკვლელობას სწორედ ამ სახლიდან აკვირდებოდა. ჩვენებაში ის წერს: ბოლქვაძემ მოწმობა აჩვენა, მაგრამ ლოთი მესროლა. გონებს სამჯერ, გულმა არ მომითმინა და დახვრეტის ადგილას მივარდი. დავინახე ეს მშვენიერი ახალგაზრდები სისხლის გუბეში იწვნენ. უზენაესმა სასამართლომ 1996 წელს ვახტანგ იგივე ლოთი ქობალიას სამშობლოს ღალატისთვის, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის და 6 ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა შეუფარდა, თუმცა მუხლის გაუქმების შემდეგ სასჯელი 20 წლით პატიმრობით შეიცვალა. 2004 წელს კი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის შეიწყალა. დღეს ლოთი ქობალია ამ ადგილიდან ძალიან ახლოს ზუგდიდში საკუთარ სახლში ცხოვრობს. ჩვენ სტუდიის სტუმრები არიან ქალბატონი თამარ ბოლქვაძე, ალექსანდრე ალადაშვილი, გურამ გორელიშვილი, გოგა ჭყონია, გოგა ხაინდრავა, გიორგი ებრალიძე, ძიმა ჯაიანი და გია გვაზავა. დიდი მადლობა ბატონებო, ქალბატონ თამარ სტუდიაში მობრძანებისათვის. პირველ ნაწილში ჩვენ ვსაუბრობდით უშუალოდ სასამართლოს შესახებ იმ პროცესზე, რომელიც 1996 წელს გაიმართა. ბატონო ალექსანდრე, თქვენ ბრძანდებოდით მოსამართლე. რა შეგიძლიათ 11-თვიანი პროცესის შესახებ გითხრათ? 11-თვიანი პროცესის შესახებ შეიძლება გითხრათ, რომ ძალიან გაჭიანურდა ეს პროცესი, ამას ჰქონდა თავის ობიექტიური მიზეზები, კერძოდ დაანჭირდა მოწმეთა გამოძახება, ძირითადად სამეგრელოდან იყო. ყველა ზომას მიმართავდა ქობალიას მომხრეები, რომ მოწმეები დაეშინებიათ და არ ჩამოსულიყვენ პროცესზე და არ მიეცათ ჩვენება, შეეცვალათ ჩვენება და ზოგიერთმა ვერ გაუძლო კიდევა ზეწოლას და შეცვალა, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმდენი მტკიცებულება ობიექტური შეგროვდა, რომ საკმარისი იყო იმისათვის, რომ დაგვედგინა სასამართლოს დაედგინა ეს განაჩენი. აქ უდავოდა დასტურდა. მან ჩაედინა ეს მკვლელობა, არა მარტო იმ დღეს, ლოთი ქობალიამ მარტო ბოლქვაძე კი არ მოკლა. მასთან ერთად ყოფი, შემთხვევით იყო მოდიოდნენ, საპარიმით იყო, კამერით იყო ხელში, მოდიოდნენ, დააკავეს მომხრეებმა ქობალიას, მიიყვანეს ქობალიასთან და ბევრი საუბარი არც ყოფილა იქა. ეხლა დეტალებში არ მახსოვს რა უთხრა და ესროლა, როგორც თვითონ აღწერს, გამოძიებაში, მიცემულ ჩვენებაში და სასამართლოზე ავტომატი იყო აკსუ. მოკლე ავტომატი იყო, იმით ესროლა. იმავე დღეს კიდე მან დახვეწა 3 გვარდიელი.
რომ მიუყვანეს მისმა რაზმის წევრებმა. უთხრეს რომ ესენი იყონო მაროდიორებიო. არც უკითხე არაფერი და სამივეს მიახალა და ისენიც იმ დღეს კიდე ერთი კაკუტია იყო ბონდო ნუ ის გადარჩა როგორ არ ვიცი მამამისის თვალწინ დაგდებულს ჯერ ცემეს საშინად მიუვანეს ცემეს და ფეხებში შეესროლა და მამამისი თხოვდა არ დამიხრითო შვილო არ მომიტლა შვილიო და მაინც დაჭა მძიმე დაჭა ის პროცესიც იყო ეს ბიჭი და დაიკითხა და ერთი მომენტი მინდა აღვნიშნო როდესაც ბოლქვაძე მან დახვრიტა სრულიად სიტყვის მნიშვნელობით არა წასვლის წინ მეგრულად მიაძახა იქ ხალხს რომ არ დამარხოთ ღორემა შეჭამონა ამას მოწმეები ეს მოწმეთა ჩვენებებთან დადგენილი და იქ თვითმხილველებით ვინც ესწრებოდა ამ მომენტს თუმცა თავად ის ბრალს არ აღიარებს ეხლა გეტყვით გამოძიება რომ დაიწყო მან აღიარა ეს ვოკალიო და ხო ვიღა ჟურნალისტი იყო რა და მე რო გაიგო რომ ეს ჟურნალისტია უკვე შეცვალა ჩვენება შეეშინდა მან ჟურნალისტი უფრო ისეთი იყო გამოხმაურება უფრო ისეთი ექნებოდა ეს ჟურნალისტი გადაღებით მიდის კამერითაა დაახვიდა მაგრამ სასამართლოზე პრაქტიკულად მას წამოწდა ყველას ფაქტობრივად აღიარა სასამართლოზეც ერთი ორი სიტყვით თქვა რომ იმიტომ გავაკეთე ეს რომ ჩემი ახლობელი მოკლესო მხატვარიო ნოდიეო და ამიტომ შური ვიძიეო და რო ვიყოფილიყავი შურის მაძიებელიო ამიტომ მივეცე ასეთი ჩვენებაო ბატონ ალექსანდრე მოწმეების გარდა თუ იყო რაიმე სხვა მტკიცებულება იმიტომ რომ მოწმეებმა შეცვალეს ჩვენებები სასამართლოზე ზოგმა სხვა ჩვენება თქვა ძიების დროს სხვა თუ იყო რაიმე სხვა ანალიზი რო გაკეთდა ფაქტების არა იმ პერიოდში იყო იქა და იმ მის თანდასწრებით მოხდა ეს ორი შემთხვევაში ის იყო ძირითადი წამყვანი ამის მოვისმინოთ ლოთი ქობალიას პოზიციაც მე ლოთი ქობალიას ღმერთისა და ერის წინაშე ვფიცავ არანაირი შეხება და არ მინახია დათო ბოლქვაძე ახლა თქვენ კიდევ მეტყვით რომ არ გინახია არ მინახია არ ვიყავი იმ დროს იქ ვის გავუკეთეთ რამე ცუდი ვის დავესწრით თავს და ვინ წავარდით ვინ ვოკალი და ვინ წერე ეს იყო შეთხზული ბრალდებები რომლიცაც უნდა დავინაშაულოთ მე ვთხოვ გენერალ პროკურორს აღეთ ხელახლა ჩატარდეს გამოძიება და მე მზად ვარ მიუხედავად იმისა რომ სასჯელი მოვიხადე და ბევრი რაღაცები მაგრამ მე ვთხოვ ხელახლა მზად ვარ რომ ხელახლა ვაგო პასუხი ყველაფერზე ამჟამად არ ვიქთხოვ არავინ არის შეწყალება რა შეგიძლიათ თქვათ მის ამ განცხადებაზე პრინციპში მას ბრალი დაუმტკიცდა მან მოიხადა სასჯელი მას დასაკარგი არაფერი აქვს შეიწყალეს შეიძლება რომ თავისუფლად შეიძლება დღეს უკვე ის საუბრობდებს იმის შესახებ რომ დაუშვა შეცდომა თუ ყველაზე მსუბუქად ვიტყვით ამას ქობალი აღიარებს თუ არ აღიარებს ჩემთვის პირადად და ჩემი ოჯახისთვის დედაჩემისთვის ჩემი დისთვის და ჩვენი ოჯახისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს სად გინახავთ არაკაცი და მკვლელი რომელიც იმას ამბობს რომ კი მე არაკაცი და მკვლელი ვარო სხვათა შორის ერთ-ერთ ინტერვიუში გაზეთ თავისუფალ სიტყვასთან ასეთი რამ აქვს ნათქვამი რომ მეო კიო მოუძღვებოდიო იქო მას რა ქვია აფხაზებსო ჩეჩნებიც ყავდნენო ესო ის აფხაზების ბატალიონი იყო ვინცო საქართველოს მთლიანობის აღდგენაში მეხმარებოდაო გესმით რას ამბობს კაცი ეს იმ აფხაზურ ბატალიონზეა საუბარი გაგრაში საშინელებები რომ ჩაიდინა ქართველების ხოცვაში ჩემპიონები რომ იყვნენ იმ აფხაზურ ბატალიონს ეს ხო მისი სიტყვებია ნებისმიერ შეუძლებელი პრესა ეს არის მისი სიტყვები ეს კაცი ეხლა იძახის რომ მე იქ საერთოდ არ ყოფილვარ ეხლა კაცზე რა უნდა ელაპარაკო ისეთი როცა თვითონ შეიძლება გადაუხვია მე თემას რომ კაცმა რომელა თავად ზვია და გამსახურდიასაც უღალატა და ფოტოში ამ გამოთვლილი რომ ჩაუშვა როცა შევარდნაძე შეხვდა და ზუგდიდი რო დატოვა ეს დოკუმენტი ხოდებს საქმეში მისი თანამებრძოლები ვინც იყვნენ გაემიჯნენ მაგას პროცესის ბოლოს თუმცა პროცესში აქტიურობდნენ და როგორც ქალბატონი მალია აქტიურებდნენ და მე ერთი მომენტი თხოვეს რომ გაგვაძევეო და ნუ ეხლა ამის თქმა უკვე შეიძლება ცოცხალი მოწმეები არიან და ერთ-ერთ შესვენების დროს დამიძახეს და თხოვეს რომ ეს გაგვაძევეო რა მე ვთქვი როგორ გაგაძევოთ როცა მე ამას
სამართლიანი ის უნდა კონდეს რაღაც მიზეზი ესე არ არის პროცესი უკვე ბოლოსკენ არის პროცესი რატო გაგეძებთ არ გვინდა მოღალატესთან ერთად ყოფნა ამას ამბობდნენ ექს-პრეზიდენტის მომხრეები ვინც იჯდა ის მაგასთან ერთად იყო ბოკუჩავა ძიძიგური და ის ვოლოდინაშვილი ბატონო გოგა და ბატონო გიორგი თქვენ როგორ თვლით როგორ ფიქრობთ დღევანდელი გადმოსახედიდან საკმაოდ დიდი პერიოდი გავიდა 96 წლის შესახებ საუბრობთ როდესაც პროცესი მიმდინარეობდა როგორ ფიქრობთ მაშინდელი პირველი არხი მაშინდელი ტელევიზია რატომ არ აშუქებდა აქტიურად იმ პროცესს რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი მისივე ჟურნალისტი იყო იმიტომ რომ ქალბატონმა ლიამ თქვა რომ სხვა ტელევიზიები ყოველდღიურად აშუქებდნენ ამ პროცესს არ ვიცი აქ ალბათ რთული სათქმელია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რაც ამ კედლებში ვარ და დათო ძაქაური იყო, რატომღაც მინდა გავამართლო ეს იმითი, რომ იმდენად თავისიანზე იყო ლაპარაკი, შეიძლება რომ შიშის ფაქტორი ხომ არ იყო? შეიძლება შიშის ფაქტორი იყო, შეიძლება ბევრი მიზეზი იყო ალბათ და რაღაცა შეიძლება პოლიტიკური მომენტიც იყო, არ ვიცი. აი რაც შეეხება პოლიტიკურ მომენტს ბატონ გოგა თქვენ ბევრ ასეთ სიტუაციაში ყოფილხართ. აფხაზეთში როდესაც მიდიოდნენ ჟურნალისტები, რამდენად გამოკვეთილი იყო, იმიტომ რომ მაშინ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ფეხს იდგავდა საქართველოში. სიმპათია, ანტიპათია მხარეების პოლიტიკური სიმპათია, ანტიპათიას გულისხმობთ, ფაქტობრივად იყო სამოქალაქო ომი. და ქობალიამაც სწორედ როგორც მტერი ისე დახვიდა. მაგაშია ჩვენი უბედურება და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებას გაუჭირდება იქამდე, სანამ ჩვენ მითოლოგიიდან არ გამოვალთ. სულ მითოლოგიაში ვართ. რაღაცა ხელისუფლებების მითოლოგიაში ვართ. სულ რაღაც ქონით ადამიანებს და მითებს, ვინც სინამდვილეში არანაირ დიდებას ამ ქვეყნისთვის არ წარმოადგენენ. ეს ეროვნული ხელისუფლება დღემდე არის მოხსენიებული როგორც აი ეროვნული ხელისუფლება, ეროვნულმა ხელისუფლებამ დახვრიტა დათო ბოლქვაძე ქუჩაში დღისით მზისით. რომელ ეროვნულობაზე შეიძლება ლაპარაკი? ეს არის მითები იმის შესახებ, რომ აი ის რაღაცა იყო ხალხი, ვისაც კარგი საქართველო უნდოდა და იყო ხალხი, ვისაც ცუდი საქართველო უნდოდა. საქართველო ყოველთვის ყველას ისეთი უნდოდა, როგორც იმას ხედავდა რა. ესენი ესე ხედავდნენ ამ საქართველოს. ეს არ იყო პირველი შემთხვევა დათოს დახვრეტა. მე არასოდეს არ დამავიწყდება, როდესაც ტამიში დესანტი გადმოსვეს და ავაზეს ბატალიონის 62 კაცი დაიღუპა მაშინ. მე გადაღებული მაქვს ეს კადრები და ეს ბიჭებიც მიცვალებულები, როცა ჩვენ უკან ავიღეთ მერე ის ტამიში. და იქიდან წამოსული იყო მანქანა და დაჭრილები, იმ ავაზას წევრი დაჭრილები მოყავდათ და ზუგდიდის ხიდთან გააჩერეს და დახვრიტეს. იმიტომ რომ ისინი მტრები იყვნენ. ჩვენ მტრები ვიყავით იმათი და ეს ლეგენდა რომ ჩვენ ყვავილებს გვესროდნენ და ჩვენ ვესროდით წვიებს და მითი ამ სამხუნტის შესახებ, რომელმაც თურმე ეროვნული ხელისუფლება გადაატრიალა, სანამ იქნება ამ ქვეყანაში ეს მითი, მანამდე ვიქნებით ტყილში, იმიტომ რომ არანაირი ხუნტა არ ყოფილა. ის ხელისუფლება გაიყო შუაში, სამხარეს იყო პრეზიდენტი თავის მომხრეებით და თავისი მინისტრებით, შინაგან საქმეთა მინისტრი და კიდე სხვა მინისტრებით, ჯანმრთელობის მეორე მხარეს იყო პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრით და დანარჩენი მინისტრებით და დაიწყეს სამოქალაქო ომი, დააყარეს ერთმანეთს. მერე ეს ყველაფერი დაბრალდა მესამე ხალხს ვიღაცას, ვინც ამ დროს ციხეში იჯდა. და ძალიან ხშირად მესმის მეც ჩემი მიმართულებით, რომ აი მე ვარ ხუნტის წევრი და თურმე მე ჩვენ შეიარაღებული გადატრევლება მოუწყეთ ეროვნულ ხელისუფლებას. იმ ეროვნულ ხელისუფლებამ თვითონ მოაწყო შეიარაღებული გადატრიალება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. და უამრავი სისხლი, აი, შეხედეთ ეს ისა რა ქვია, კერპთაყვანისმცემლობა, კარგად ჩანს ახლა აქ. უამრავი სისხლი დაღვარა და სანამ ამ ტყილში ვიქნებით, სანამ ჩვენ თვალს არ გავახელთ და არ ვიტყვით სიმართლეს, იმიტომ რომ ის ხელისუფლება, რომელმაც დავით ბოლქვაძე დახვრიტა, დამთავრებულია, ეს არ არის არც ეროვნული და არც ხელისუფლება, ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმი. თქვენ ამ შემთხვევაში ლოთი ქობალიას განიხილავთ როგორც იმ ხელისუფლების ერთ-ერთ წევრს და იმ ხელისუფლების პასუხისმგებლობას კიდევთ ან ბოლქვაძის ყველობაზე, იმიტომ რომ ჩვენ თუ ჩავალ დეტალებში, ლოთი ქობალიამაც უღალატა საბოლოო ჯამში ზვიად გამსახურდია. არა, მე არ ვიცი იქ ვინ ერთმანეთს ვინ ვის რა უღალატა, მე ვიცი საქართველოს რა დაემართა. ეს არის მთავარი და ის ეროვნული ხელისუფლებები ნაკლებად მაინტერესებს საერთოდ. მე მაინტერესებს ჩვენი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისადმი.
იმ მისი წარსულისადმი და მისი მომავლისადმი ყველა, იმიტომ რომ თუ წარსულს არ შევაფასებთ ისე როგორც საჭიროა და თუ არ ვიტყვით იმას სიმართლეს იმის შესახებ რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში, მომავალში გაგვიჭირდება, იმიტომ გვიჭირს ამდენი ხანი. ისე ვიმეორებ, ერთი დათო ბოლქვაძის ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ დამთავრდეს ლაპარაკი რაიმე ტიპის ეროვნულობა. გასაგებია, და სწორედ ეს სასამართლო პროცესი იყო ერთგვარი სარკე იმ პერიოდის ქართული რეალობის, რაშიდაც ცხოვრობდით და ამ სასამართლო პროცესებზე თამარ თქვენ დადიოდით, ბუნებრივია. სანამ შევარდნაძის ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები ქობალიას დააკავებდნენ და ჩამოიყვანდნენ საქართველოში, მანამდე ჩემმა ოჯახმა იცოდა უკვე, რომ მკვლელი იყო ლოთი ქობალია. ეს როგორ მოხდა, ეხლა მოგიყვებით ამის შესახებ. დათოს დასაფლავების შემდეგ 9 ნოემბერს იქნა დათო დასაფლავებული. მამა ჩემი და ჩემი ბიძები ჩავიდნენ ხობში. მოხდა ესეთი ფატალური დამთხოვა, მამა იყო ინჟინერი გამომგონებელი და მამა ჩემის მანქანის ფრეზერული მანქანა ჰქონდა გამოგონებული, ამ მანქანის გამოსაცდელი პოლიგონი 15 წელიწადი იყო ხობი. ასე რომ ხობში იცნობდა ძალიან ბევრ ადამიანს. ეხლა წარმოიდგინეთ ერთი წუთით ნებისმიერმა თქვენთაგანმა ასეთი ვითარება, რომ გაუბედურებული შვილკვდარი მამა თავის ძმებთან ერთად ჩადის ხობში და ეკითხება იქ მოსახლეებს, რომ ხომ არ დაგინახავთ, ან ხომ არ გსმენიათ, ვინ მომიკლა შვილი. თუ დაუშვათ ის ოპონენტები, ვინც იძახიან, რომ აი მაშინ შევარდნაძის ხელისუფლება გარკვეული ძალა დაატანა და ზეწოლას ჰქონდა ადგილი ბჭყალებში, არანაირი ზეწოლას არ ჰქონდა ადგილი. თუ არა და ბატონ მალიკომ მოყვა გვიამბო უკვე ამის შესახებ, ხო, რომ არანაირი ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ყველა მის დაკითხვას მისი ადვოკატი ესწრებოდა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, თუ დაუშვათ რაიმე ზეწოლას ბჭყალებში ჰქონდა ადგილი, მამა ჩემს და ჩემ ბიძებს, ისინი ხომ იარაღით არ ჩასულან. ეს გაუბედურებული კაცი ჩავიდა და ეკითხება ადგილობრივ მოსახლეებს, რომ მითხარით ხომ არაფერი გინახავთ. და დაახლოებით 50 კაცი რომ გიამბობს იმის შესახებ, რომ ეს იყო ლოთი ქობალია. ამ ადამიანებს ვინ დაატანა ძალა? ოღონდ იქვე იყო დანართიც ასეთი ამ თვითმხილველებისაგან, რომ ძალიან გთხოვთ თოთარ, ნუ გაგვამხელთ, იმიტომ რომ ტყეში არიან მისი მომხრეები, გახიზნულები იარაღით ხელში და შეიძლება ოჯახები აგვიწიოკონ. დღემდე რომ მირბიან ჟურნალისტები და ქობალიასგან იღებენ ინტერვიუს და ქობალიას ეკითხებიან აზრს, გნებავთ პოლიტიკურ მოვლენებზე, გნებავთ უამრავ რაღაცასთან დაკავშირებით, 8 კლასის განათლების მქონე პურის მანქანის ექსპედიტორი. სამწუხაროდ ეს ადამიანი განსაზღვრავდა რაღაცა პერიოდში ქართულ პოლიტიკას. რაღაცა პერიოდში ის სამწუხაროდ განსაზღვრავდა ქართულ პოლიტიკას და შესაძლოა ამიტომაც დადიან ჟურნალისტები და ეკითხებიან მას აზრს. ბატონ დიმიტრი, თქვენ როგორ ფიქრობთ, იყო იქ გარკვეული პოლიტიკური მოტივი ამ მკვლელობისას? როგორ გითხრათ, მე დათოს არ ვიცნობდი, მაგრამ ერთი რაღაცა ჭორის დონეზე მე რაღაცნაირად ააგორეს ეს ჭორი, თითქოს და დათო ბოლქვაძე, როგორც სამწუხაროდ ბევრი იყო ასეთი, მოდიოდა რაღაც სხვა მიზნებით ამ ომში, იყო ასეთი ჭორი გავრცელებული და თითქოს და ეს გასაძარცვად მოდიოდა ადამიანების და ეს კამერა რომელიც ეჭირა, სრულებით არ იყო ის კაცი რომ ვიღაცებზე რაღაცა სიუჟეტი გაიგეთებია. ეთყობა ეს პოლიტიკურად რაღაცა დაკავშირებული იყო რაღაც საქმეებს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ამ სურათს რო შეხედავ, გამორიცხული ვარიანტია რომ ამ ადამიანში ვერ გამოიცნო ის სიკეთე რისთვის ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე. ნუ როგორი სიმპათიურიც იყო გარეგნულად, ისეთი კეთილი და ლამაზი ადამიანი იყო შინაგანად. გარდა ამისა, მართლა ძალიან ერთგული საქმის, მეგობრების, რაღაც ესეთი დადებითი ადამიანი. არც ისე ბევრი მინახავს ჩემი ცხოვრების განმავლობაში. მით უფრო დასანანია ეს ყველაფერი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი დავკარგეთ ამ ომებში. მაგრამ ნუ ბევრი დავკარგეთ მტერთან ბრძოლაში, ხო, აფხაზეთში. თქვენ შეხვდით ერთმანეთს აფხაზეთში? კი, რამდენიმეჯერ. აი ამაზე გურამი უფრო ხშირად ხდებოდა, იმიტომ რომ გურამი სულ სოხუმში იყო და ამიტომ ყველას ის ხდებოდა და გვაბინავებდა ხოლმე ასე ვთქვა. ბატონ გურამ, როგორ მუშაობდით? ცხელწარტულში. სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერს აკეთებდა ეს ბიჭი და ვასწავლიდით ერთმანეთს სად, როგორ, რანაირად, როგორ უნდა გახვიდეს, რანაირად უნდა წახვიდე, შორსა გახვიდე, ძალიან არ გაგიტაცოს. ყოველთვის ეცადე რომ ვიღაცა წინამძღოლი ყავდეს. ხანდახან თებშიც გვიხდებოდა სიარული და ცუგუროკა იყო, კამანი იყო. აჩადარა კიდევ სადაც საზღვარი გადიოდა
იქაც ნელი იყო მისვლა, იმიტომ რომ ფრონტის რამდენიმე ხაზი უნდა გაგეულო. შენ და ჯანო ინაძე რო ნერვიულობდით ხოლმე, ღამე რო ერთხელ განერვიულა, წავიდოდა და ესამე დღეს მოვიდა. სადიყავი მეთქი შვილო, რატო განერვიულებ მე უთხარი. მარტო იმისთვის ხო არა ვარ, რომ ერთმანეთს ყურადღება უნდა მივაქციო და აი სადღაც ვიყავიო ბატონო გურამო ეს ნახე რა ჩამოვიტანე და ამაყობდა. აი გერე ხო ტრასა ხოდა. ავაროჩი სიმონ მოცოტან დიახმია. იმათი? აი იქ დამხდა მიყურება. ავა აკაკუედეს პრობლემა. მიეპარა გაურჯე ჩვენი ტანკი ურტყამდა ასე გაუდიოდა. ა ბოჟეშ და ხოჯი. მოცოტან დიახმია. იმათი? აი იქ დამხდა მოსდეს რა და? ბიჭო არ მოკლათ. არა. არასდროს რა? არასდროს. არასდროს. ხო გაგის. აი ერგავიგე აი ომობთ მაოდაღა და იმას დატოლი კაცები გინდოდეს. აბიჯო მე მაგას იქნება. გამაყანია რა თქმა უნდა. ბიჭო რა დებს? ტრაფეი მოგა ხო ეს სულ? არასდროს რა ჩემი ძმა არასდროს. არასდროს გაიგე? ჟურნალისტებს მინდა გა ჩემი მეგობრებს უდიდესი მადლობა უთხრა იმ გმირობისთვის, მათ შორის დათოსაც მე ვიცნობდი მას გურამისთან ჩამოდიოდა და ჩვენ დღე არ გადიოდა რომ ერთად არ ყოფილიყავით. იცით რა 20 წელია მეტი საქართველოს პოლიტიკაში ვარ და ვერაფერი ვერ გავიგე ჯერ. ახლა დღესაც რო ვისმენ ამას, საოცარი მე თვითონ მებადება საოცარი კითხვები, ბევრი. ყველაფერი რაც კეთდება, ყველაფერი პოლიტიკაა. ის ვინც იცით რა, ჩვენ შეიძლება მართლა ცოტა ისეთი ერი ვართ, ალბათ დასუსტებული ძალიან, მაგრამ ის რაც თავს მოგვახვიეს, ახლა მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ ამაზე მეხუთე კოლონა და მთელი სისტემები და ინსტიტუტები მუშაობდნენ, ისე მადვილად გამოუვიდათ ყველაფერი და ეს მკვლელობაც ჟურნალისტის, დატყვევებულის, საერთოდ ადამიანის ძალიან ჯდება აი ამ სქემაში. ვინც ეს გააკეთა, მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს, ვინ ისროლა, ხელში ვის ეკავა იარა. იმან საქართველოს ესროლა. ქალბატონ ლია, თქვენ სურდათ დაგემატებინათ. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველას მობრძანებისთვის და ჩემი შვილის ასე ლამაზად გახსენებისთვის. დიდი მადლობა ქალბატონ ლია. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ეთერში. მატრიში ჩამახედა, ვისაც დღემდე გონია რომ ლოთი ქობალია იყო ზვეთგამსახურდიას ერთგულით. ძირითადი დასაყრდენი ძალა დღემდე სააკაშვილის არის ზუსტად ის ადამიანები, ვინც თავის დროზე გამსახურდიას ხარდამჭერები იყვნენ. ქობალია 10 წელი იჯდა ციხეში. აქენა 5 წელზე მეტი იჯდა სიკვდილ მიჯილთა საკანში. თქვენ შეხვდით მიხეილ სააკაშვილს პირადად. გაგითხრათ მათ. აი ამის მეშინია რომ დასავლეთ საქართველოშიც მე ის არ მივიღო, რაც თბილისში იყო სამოქალაქო ომიო. სამშობლოს ღალატისთვის თუ ეს დამტკიცებულია, ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. რა ვიცი. არ უნდა არსებობდა გასაგები. ყველაზე დიდი სასამართლო ჩვენთვის ზეცაში. ჩვენ ხობის ცენტრალურ მოედანზე ვიმყოფებით. ზუსტად აქ, ამ ადგილას, 24 წლის წინ ჟურნალისტი დავით ბოლქვაძე და მასთან ერთად რამდენიმე სამხედრო დახვრიტეს. სახალხო დახვრეტას, რომელიც 1993 წლის 28 ოქტომბერს მოხდა, ბევრი თვითმხილველი ყავს. ქობალიასთვის უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში სწორედ მოწმეთა ჩვენებებს უკავია დიდი ადგილი. უზენაესმა სასამართლომ 1996 წელს ვახტანგ იგივე ლოთი ქობალიას სამშობლოს ღალატისთვის, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის და 6 ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა შეუფარდა, თუმცა მუხლის გაუქმების შემდეგ სასჯელი 20 წლით პატიმრობით შეიცვალა. 2004 წელს კი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის შეიწყალა. დღეს ლოთი ქობალია ამ ადგილიდან ძალიან ახლოს ზუგდიდში საკუთარ სახლში ცხოვრობს. ბატონ გიორგი, თქვენ იცოდით სად მიდიოდა დათო იმ პერიოდში, იმიტომ რომ იმ პერიოდში ის უკვე WTN-ისთვის მუშაობდა. აი იმ დღეს, როდესაც წავიდა, მართალი გითხრათ, არ ვიცოდი. მე ეს გავიგე უკვე მეორე არხზე ეს ამბავი იქ გასკდა ბომბივით და მე სერგო ბიწაძე ჩავიდა და იპოვა და ჩამოასვენა. აი ეს იმდენად ჩემთვის მძიმე დღე იყო, რომ აი გახსენებაც კი არ მინდა. მე ვიცოდი, რომ თანამშრომლობდა აი ესეთ ორგანიზაციებთან და დადიოდა. ეს არ იყო მხოლოდ ის, რომ ეს და მხოლოდ იმიტომ, რომ სადღაც ემუშავა. ეს მის შინაგან იმაში, სულ რაღაცა ახალს ეძებდა და სულ ქონდა რაღაცა ინტერესი.
აი იქ ომშიც ყოველთვის ცდილობდა რომ რაღაცა ხელოვნება არის ფოტოშორის ძალიან კარგი კადრები, როდესაც ჩიტი ყავს ხელზე. მოისაცხალი. აჰა. წინა ხაზზე ძმაო. გაუშვი, ცოდვა. დედამის ეგერადის. ძალიან სნაიპერმა დაგვიჭირა იქ. ხო. თავზე გადამისროლა ტყვია. გაუშვი დედამისი იპოვნის მაგას იცი? ანუ ადამიანი იყო, რომელიც კამერით იმიტომ კი არ დადიოდა, რომ მარტო ომი გადაიღო, ის აკეთებდა აი რაღაცა სიგეთეს ამით. ფაქტი. დათო ბოლქვაძის საჯარო დახვრეტა, საჩვენებელი დახვრეტა იყო გოგო, პრინციპში როგორც ამას მოწმეები ამბობენ, ჟურნალისტის შეცვალა თუ არა, ზოგადად ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. დიდი გავლენა რო იქონია ყველაზე ჩვენ ჟურნალისტურ ასე ვთქვათ საზოგადოებაზე, მე მგონი ეს ნათელია. ამდენად შეცვალა, არ ვიცი. საკმარისად შეცვალა, ეს კითხვაც მებადება ხოლმე. აი ამ ფაქტიდან ისწავლა რაიმე ქართულმა ჟურნალისტიკამ, ისწავლა როგორ უნდა მოიქცეს სამოქალაქო ომის დროს. დათოს სიკვდილის შემდეგ მართლა ბევრი რაღაცა შეიცვალა. შეიძლება ჟურნალისტიკაშიც შეიცვალა, ალბათ ქვეცნობიერად მაინც რაღაცეები შეიცვალა. მეც მგონია. დათოს დახვრეტით, ჩემში მაგალითად რაღაცა ეს, რაზეც გოგალაპარაკობდა ეს ჩვენი იდეალები და რაღაც მითები დაიმსხვრა აბსოლუტურად და ყველაფერი დავიდა ეს ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ქართველი ნიჭიერი ადამიანის, ლამაზი ადამიანის სიკვდილმა ეს ყველაფერი გაანადგურა. მე არ ვიცი, ალბათ კარგი ჟურნალისტებისთვის ესეც რაღაცნაირად გამსაზრდელი უნდა ყოფილიყო. ბატონ გოგა, რომ დაუბრუნდეთ შეწყალების თემას, მიხეილ სააკაშვილის და ქალბატონ ილიას შეხვედრა თითქოს თქვენი თანდასწრებით მოხდა თუ? აბა რა გითხრათ ახლა აქ? ეხლა პოლიტიკური სარჩული რომ მაგას ქონდა, ამას ლაპარაკი რა თუნდა, იმიტომ რომ ეხლა მართალი გითხრათ, мотиваცია სააკაშვილის ჩემთვის ყოველთვის რაღაცა ბურუსით იყო მოცული, მაგრამ ამ შემთხვევაში რეალურად პოლიტიკური სარჩული როედო ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ როგორც მერე გამოჩნდა ძირითადი დასაყრდენი ძალა დღემდე სააკაშვილის არის ზუსტად ის ადამიანები, ვინც თავის დროზე გამსახურდია სხვადასხვაჯერები იყვნენ, ეგრეთ წოდებული ზვიადისტები. დღეს ამ მასას ეყრდნობა, მისი უაშლოვესი გარემოცვა შედგება აი იმ ადამიანებისგან, ვინც თავის დროზე ზვიადის მხარდამჭერები იყვნენ და აი ბოლომდე ასე ვთქვათ პირდაპირ გადაკვალიფიცირდნენ სააკაშვილის ბანაკში. ეთქობა ის ნაბიჯი სწორად ქონდა გათვლილი. ძალიან ბევრი ვიფიქრე, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგავდი. სხვადასხვა შევხვდი დათო ბოლქვაძის დედას, მოусმინე 1 საათი, არაფერს არ დაპირებია, მაგრამ მოусმინე ყურადღებით ამ ქალბატონს, იმიტომ რომ მართლა ცამდე მართალია ის და მისი ოჯახის სხვა წევრებიც. ქობალიან 10 წელი იჯდა ციხეში. და აქენა 5 წელზე მეტი იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში. და გარწმუნებთ, სიკვდილმისჯილთა საკანში ერთი დღე უტოლდება 10 დღეს შორლებრივ კოლონიაში. მე მივიღე დიდი ყოყმანის შემდეგ ეს გადაწყვეტილება. მართალი გითხრათ, იმ ღამეს არ მიძინია როცა მივიღე. მაგრამ როგორც ადამიანს შეიძლება ეს არ მინდოდა, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ვალდებული ვიყავი გამეკეთებით. ქალბატონ ლია, თქვენ გსურდათ დაგემატებინათ, თქვენ შეხვდით მიხეილ სააკაშვილს პირადად. რა გითხრათ მათ? გოგა დამეთანხმება ჩემი, გოგას თხოვა რომ მომიყვანე ქალბატონი ლიაო. მოვიდა გოგა და წამიყვანა მასთან. ვერ წარმოიდგენთ, იცით როგორ მიმიღო. მე მეგონა მე ვიყავი პრეზიდენტი და ის იყო ჩემი ხელქვეითი. ისეთი დიდი სამბით და დამსვა სკამზე და ესა და მე როგორც გიulis არ უღალატებ, არც თქვენ არ გიღალატებთ და ასე და ისე და აი და მე მიხედა იქ ვიღაცა იყო გოგა გახსოვს ვიღაცა იყო კიდე ის 6 წელი დაბსანძესთან ერთად რო გაიპარა ის ჩამოვაკლოთ ხო და დანარჩენზე და მომეშვანო ეთყობა ზეწოლა ქონდა იმასაც ახლა ბუნებრივია მაგას ვერ უარყოფ ხო და მიმიღო ისე და მითხრა რომ არაო დაწყნარდითო ახლა მე უთხარი ესეთი რამე ბატონო პრეზიდენტო მე უთხარი მე ეს პეტიციაშიც მოგახსენეთ მეთქი რომ ერთი წელი არ არის ჯერ რაც პრეზიდენტი ბრძანდებით და
არც მართლმსაჯულებას და არც თქვენს რენომეს არ გამოადგება მეუთხარი დათო ბოლქვაძის დამხრეტის შეწყალება მეთქი. მით უმეტეს ბრძანებთ რომ თქვენ იცნობდით დათო ბოლქვაძეს მეთქი. არაო არ გაუშვება არაფრითო იქ გოგას თხოვა როგორც მოიყვანე ჩააბარე ოჯახს ისე ქალბატონი ლიაო გადამკოცნა გულში ჩამიკრა როგორც ჩემს დედას ისე გცემთ პატივსო გაშვებაზე იყო ლაპარაკი და ეხლა მიზეზი თუ ახსნა რატომ უნდა გაეშვა ახლა რაშია საქმე იცითო მაგასო აქვსო ალაფიო ესე იგი ხიდზე დახვდა ჩვენს მეომრებს და ესე იგი ვინც კი აქეთ წამოსვლა მოისურვა ყველა განაიარაღაო ეს დიდძალი იარაღი ჩამოართვა მაგან ენგურის ხიდზე მეომრებსო ახლა ეს იარაღიო ჩვენთვისო ამიც არ შექმნისო მაგრამ მაგის ხელშიო ისეთი უდიდესი საშიშროება არისო ეს იარაღიო რომ დღეში მაგას ერთი 500 კაცი ყავს კიდე გახიზნული რომლებიც შეურიგებლობის გამო არიან გახიზნულებიო მარტო იმათ კი არ შეაიარაღებს ამ იარაღით რაც ალაფად აიღო არამედ ესა ვინ რამდენია მაგის მომხრე ისეთი რომლებიც ამ იარაღს ხელს მოკიდებენო და აი ამის მეშინია რომ დასავლეთ საქართველოშიც მე ის არ მივიღოო რაც თბილისში იყო სამოქალაქო ომიო გასაგებია დიდი მადლობა ეს მოტივი თითქოს სამეგრელოში შეიძლება მივიღო იგივე რაც იყო თავის დროზე თბილისში და სავარაუდოდ გულისხმობდა სამოქალაქო ომს რამდენად რეალური იყო 2004 წელს ჭირდებოდა მას ლოთიკობალი რისთვის ბატონ დიმიტრი ალბათ თავისთვის თავის პარტიისთვის იმისთვის რაც სამეგრელოში მე სამეგრელოში გააკეთა დიახ დღესაც ასეა სორს ამბობს მე ახლა არჩევნების წინ ვიყავი სამეგრელოში 500,000 კაცი რო ხმას მიცემს როცა შენ თვალწინ ხედავ რომ რა ხდებოდა ადამიანებს რას უშვებოდნენ აი პირველი ორი სერია ვნახე ჩვენ კინოთეატრ რუსთაველში სანამ გამოვიდოდა ფილმი არა ის ბიჭი რომელიც უნივერსიტეტში სწავლობდა იმ ბიჭთან მე მქონდა დიალოგი თვითონ ასე კანკალებდა რომ უყურებდა ამას და მე გოგაზე თქვა რომ არაო ბოლომდე მაინც არ გააკეთაო მე ვთქვი ბოლომდე რო გაიკეთებია გოგას შენ რაც მოყევი მაშინ ახლა ავდგებოდი მე ვთქვი და იმ საქმეს გადავწვავდი რომ რასაც ისინი შვებოდნენ მეთქი იმიტომ რომ არ შეიძლება ამის ასე გაკეთება იმიტომ რომ შეიძლება გაგიჟდე ასეთ რაღაცას ვაკეთებდნენ 500,000 კაცი მაინც მხარს უჭერს ეს საშინელება ავად არის ის ხალხი აი ამისთვის ჭირდებოდა ალბათ ყველაფერზე ხელის მომწერი ხალხი ჭირდებოდა რეზ ყველაფერზე ხელის მომწერი კაცი. ყოველიას აქვს კასკადი ჩადენილი კაცის ყლის. უამრავი მოღალატეც იყო ექს-პრეზიდენტის ჩამახედა იმ ექს-პრეზიდენტის მომხრების გოგა სწორად აღნიშნე რომ მიხეილ სააკაშვილის ელექტორატად იქცნენ ის ჯიჰადისტები. მატვიში ჩამახედა ვისაც დღემდე გონია რომ ლოთიკობალია იყო ზვეთგამსახურდიას ერთგული თუ პოლიტიკურ ჭრილზე ვსაუბრობთ. იმიტომ რომ ამ კაცმა ყველანაირად უღალატა დათოს დახვრეტა ჟურნალისტის დახვრეტა გარკვეულწილად ასე თქვა რიკოშეტი თურტყამდა ზვეთგამსახურდიას რენომეს და იმიჯს იმიტომ რომ იმ პერიოდში საერთაშორისო პრესამ ესეთი შედარებაც კი გააკეთა რომ სადამ ჰუსეინიც კი არ ხვრეტდა ამერიკელ ჟურნალისტებს და ლოთიკობალიამ ექს-პრეზიდენტის სარდალმა დახვრიტა ჟურნალისტები. ბატონ გია, წმინდა პოლიტიკურად რომ ვიმსჯელოთ თქვენ როგორც პოლიტიკოსი, დღეს როგორ უყურებთ იმ შენწყალების აქტს, რომელიც 2004-ში განხორციელდა? გამართლებულია ეს პოლიტიკურად? ახლა მოგახსენეთ, მე რამოდენიმე წელი ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი. და როდესაც შეიცვალა, მიშას მთავრობა რომ მოვიდა, ესე იგი პრაქტიკულად შეწყალების კომისია არაფერს არ აკეთებდა და იძულებული ვიყავით ის ხალხი, ვინც 3-2 თვე რჩებოდა კაცს და ციხიდან არ უშვებდნენ, წავსულიყავით იქიდან. შეწყალება ამისთანა შემთხვევაში არ ხდება. ეს მარტო პრეზიდენტის პრეროგატივა იყო და საერთოდ არ უნდა ხდებოდეს, არ არის ესეთი შეწყალება. ამიტომ ეს რა თქმა უნდა პოლიტიკურია, მაგრამ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ვეთანხმები თან გამოსულებს რომ სხვანაირად ვერ ახსნე ამას. სამშობლოს ღალატისთვის თუ ეს დამტკიცებულია, ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა, რა ვიცი. არ უნდა არსებობდეს შეწყალება. გასაგებია ბატონ ალექსანდრე, საკმაოდ დიდი დრო გავიდა დღეს რომ იმართებოდეს პროცესი. იმიტომ რომ ის ითხოვს თავიდან გამოძიებას ვახტანგ ქობალია, იგივე ლოთიკობალია, თქვენ იგივე განაჩენს გამოუტანდით მას. ახლა გეტყვით იცით. ახლა უკვე იგივე განაჩენს ვერ გამოიტანდი მარტივი მიზეზის გამო რომ არ არსებობს. სიკვდილით დასჯა ეს ერთი. მეორე რაც შეეხება იმას რომ ითხოვს ძალიან კარგად იცის ლოთიკობალიამ რომ მაგის განაჩენის გადამხედავი არავინ არ არის. უბრალოდ ეს გამოდის ხალხში უნდა რომ რაღაც თავის მართლების მომენტი აქვს.
მაგრამ კიდე ერთი რამ მინდა დავამატო, შეიძლება შეწყალებას რა თქმა უნდა. მე აბსოლუტურად ვეთანხმები აგერ ბატონების აზრს, რომ მაგის მე არ მახსოვს, რომ ასე დანაშაულზე მაგი კი არა, უბრალოდ ყაჩაღობაც რო იყო, ძიმე დანაშაულზე რო ვინმე შეეწყალებიათ ეს და გამოეშვათ პირდაპირ. თან თუ არ მოინანია და არ აღიარა. ეს ხო გამორიცხულია. ჩვენთან დარბაზში იყო მამა იონე, რომელსაც მინდა ასევე დაუსვა შეკითხვა, ჩვენ საუბრობდით შეწყალების პოლიტიკურ მოტივებზე, რაც შეეხება უკვე ზნეობრივ მოტივებზე. თქვენ უკეთ განმარტავთ ამას. მოგესალმებით და მე ორი სიტყვით გეტყვით, რომ უფლის სამართალი ზოგადად ურმით დადის. ადამიანი ვერც ღვთის წყალობას დაემალება და ვერც მის სასჯელს. და ყველაზე დიდი სასამართლო ჩვენთვის ზეცაშია. ასე რომ დაეთვით უფალი განაგებს ყველაფერს და ღმერთი მეფობს ჩვენო შვილ. Что тебе больше всего сейчас хочется? Вот откровенно. Чтобы война кончилась. А тебе? А тебе что больше всего хочется? Мне, чтобы мама была здесь. უმეტესი მადლობა სტუმრებს სტუდიაში მობრძანებისათვის. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ იმ პერიოდში არ იყო მხოლოდ დათო ბოლქვაძე გამონაკლისი, სამწუხაროდ საქართველოში ხშირად ხდებოდა ასეთი საჯარო დახვრეტები და ერთ-ერთი მათგანი იყო სწორედ გია ჭანტურიას მკვლელობა, რომელიც აქვე თბილისში განხორციელდა. სწორედ ქალბატონი ლია თავის წიგნში, რომელიც მან მიუძღვნა 92 2008 წლებში გარდაცვლილთა ხსოვნას, ამ წიგნში წერს, რომ ხშირად ვესწრებოდი იმ სასამართლო პროცესებს, რომლებზეც იხილავდნენ გია ჭანტურიას, გია გულუას, სოლიკო ხაბეიშვილის და სხვათა მკვლელობებს. როცა ჭირისუფლის ჩვენების მიცემის დრო დადგა და ის გულისხმობს გია ჭანტურიას დედას, გია ჭანტურიას დედამ ჰკითხა მოსამართლეს, რა უნდა ვითხოვო, შვილს გამიცოცხლებთ თუ რა, მითხარით, ვინ ესროლა ჩემს გიას. საპასუხოდ იყო სიჩუმე დარბაზში და სიჩუმე იყო განსასჯელთა სკამზეც. ჩვენ სწორედ გია ჭანტურიას მკვლელობაზე ვისაუბრებთ მომავალ გადაცემაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.